ება ჩემშვენიერებო დღეს მოდით ჩვენ ნახოთ ცეთი კაშლა, დიდი ხანი არ გაგვეკეთებია ჩვენ მის გრძნობებზე რა კიდე არ იცით თქვენ შეიძლება გიმალოს, შეიძლება არ გიმხელს, შეიძლება იცით კიდევაც, მაგრამ ნუ მაინც დაში დავაზუსტოთ. დღეს მინდა ცოტა ისე გავაკეთო, კითხები როგორც ყოველთვის მზად მაქვს. მინდა ავიღო კლასიკა, ჩემი საყვარელი, ჩემი პირველი დასტა. სხვათა შორის ვიცი რომ ძალიან ბევრს მოსწონს, იმედად სწავლობენ ჩემი გაშლებიდან, YouTube-ზე რო უყურებენ ხოლმე, ძალიან მიხარია, მაგრამ თუ პროფესიონალურ დონეზე გინდათ ისწავლოთ, მომწერეთ და მე მაქვს არაჩვეულებრივი კურსები და უკვე მყავს არაჩვეულებრივი მოსწავლეები. დავიწყოთ ახლა ჩვენ, მე მინდა რომ ჩვენ ვიპოვოთ აქ მაღალი არკანები, თქვენი ენერგია, მისი ენერგია ეხლა ვნახოთ. და მე უკვე გრძნობები და ყველაფერი გავიგოთ უკვე ჩვენ კითხვები. სტარომა გამამზადებული, როგორც ყოველთვის მანარა ჩვენ ყველაფერს აბსოლუტურად გვეტყოს ისეთ რაღაცას, რასაც შეიძლება ვერ მალავს, ვერ დამალავს. Так, პირველი მაღალი არკანი იქნება თქვენი მეორე მაღაზე. მაგრამ უკვე გამოვიდა აქ დასების დედოფალი. ემპათი გოგო. კარგი გოგო ძალიან. მაგრამ ვიპოვეთ ახლა მაღალ არკანს, მინდა ვნახო რა, აჰა, სამყაროს ენერგიაში ხარ თქვენ გოგოებო. ანუ ეს უკვე იმას ნიშნავს, თან პლუს კიდე დასების დედოფალი, ანუ ეს არის, როცა ახლა ხარ ძალიან მშვიდად, მშვენი ვართ ესეთ ენერგიებში, როცა აი შეიძლება ისვენებთ, ან შინაგანად ისვენებთ, აქ რაც გინდა, იმას აკეთებთ ახლა. შეიძლება გითხრათ, რომ ნუ პრინციპში ეს არის აი როგორი მომენტი, როგორი ენერგია, იცით, როცა ჩემი თავი მიყვარს, ჩემი თავი მომწონს, მე ვგრძნობ, აი ვისვენებ, ვაკეთებ იმას, რაც მე მინდა. თუ დაუშვათ ამასთან დაკავშირებით, რო ვთქვა თქვენი პარტნიორთან დაკავშირებით, როგორ ხართ ახლა, აი აქაც არანაირი სიბრაზე არ აქვს. თუ თქვენ ახლა მაგალითად გაბრაზებული ხართ, გეჯავრებათ და რავი თავს ურიხინებთ კედელს, როგორც ვამბობ ხოლმე, ხო, ეს არ იქნება თქვენი გაშლა, იმიტომ რომ აქ არის უშუალოდ გოგო, რომელიც ახლა დამშვიდებულია, რომელიც ახლა ენდობა სამყაროს, რომელიცაც ახლა არ ფიქრობს ახლა რაღაც პრობლემებზე, ასე რომ ვთქვათ რა. ანუ შეიძლება, ანუ აქ არის სრული ნდობა სამყაროს მიმართ. ნახოთ თქვენი ბიჭე, ხმალების მეფე მოვიდა როგორც ყოველთვის, ხო? დღეს მაგრად მუშაობს და ხო ხედავთ და შეყვარებულების არკანი. ეხლა ნუ აქ არის როგორი თემა, ახლა ეს ბიჭი არის, ნუ ან ნახეთ აქცელ ქმარი ვერ ვეტყვი რო ხართ, ან გაშორებულები ხართ, დაუშვათ, მაგრამ არა ვერ ვეტყვი. და მაგრამ ბიჭი დგას, შეყვარებულების არკანი რა არის, იცით, არჩევანის წინ დგას, რაღაცას ფიქრობს, იმიტომ რომ ხმალების მეფე ცოტა ისეთი ენერგია, როცა მე მინდა, ანუ ეს ანუ ყოფილებსაც აჩვენებს ზოგჯერ, ახლა ეს ასე წოდებული YouTube-ის ნიშნულობა არკანის რა, მაგრამ ისე არის უბრალოდ ადამიანი ხა ცივ ენერგიაში, მაგრამ გადაწყვეტილება საერთოდ ხმალების მეფე ესეთი ტიპაჟი, რომელიც ცივ გონებას რთავს და ცივი გონებით მინდა გადაწყვეტილება მივიღო, თან შეყვარებულების არკანში არის. ანუ ესე იგი არჩევანს აკეთებს, რა ვიცი, აბა ვნახოთ ჩვენ ახლა თუ კარგით, მოდით ისიც რა გავაკეთოთ, კიდე ვნახოთ თქვენ შორის რა ხდება ახლა, მოდით ასეც გავაკეთოთ, რომ უფრო კიდე კარგად თქვენ სიგნიფიკაცია მიხვდეთ ახლა თქვენია თუ არა. Так, საინტერესო არის. გოგოებო, აქ შემიძლია გითხრათ როგორი სიტუაცია. აქ არის თქვენ შორის გამოვიდა პენტაკლების მეფე. რადგან ჩვენ გვაქვს საჯარო გაშლა, ამიტომ შემიძლია თქვა, რომ ან თქვენ შეიძლება არ ახართ თავისუფალი, დაუშვოთ გოგო არ არის თავისუფალი და ამიტომ არის ესეთ, აქ даже შემიძლია თქვა, რომ თქვენ მანძილზე შეიძლება გქონდეთ სხვათა შორის მიმოწერა ინტერნეტში. აი დაუშვოთ თქვენ ხართ, გოგო არის უფრო აქ საზღვარგარეთ სადღაც რა. და შეიძლება გათხოვილი იყოთ. მაგრამ ნუ ყველა არა, რა თქმა უნდა, მაგრამ ვიღაცა მაინც იქნება რა. და თქვენ შორის როგორი მომენტი არის, იცით, აქ აი ენერგია რო წავიკითხოთ, ორივენი ზიხარ და ელოდებით. ეხლა თქვენი მეფე თუ დაუშვოთ, ჩვენ თავი დავანებოთ, ეხლა თქვენს, ვთქვათ, ქმარი არ აყავთ არაფერი, აქ არის რა, სიტუაცია, როცა თქვენი პარტნიორი ზის და ელოდება როგორ რა იქნება, ანუ მოლოდინშია. თვითონ ახლა, ნუ ისეთ ენერგიებში არის, ეგოისტური ენერგიაში, ნუ შეიძლება ელოდება რაღაცას, რომ
ნუ აქ ნიშანს ელოდება, მარტო არის. აქ თქვენ უეჭველი, აქ ეხლა ერთად არ ახარ თქვენ, არანაირად, მაგრამ აი ეს მეფე არ ვიცი გოგოებო, თუ ქმარიყავთ, რა თქმა უნდა, ეს შეიძლება ვერ ბედავს, რო თქვა, დაუშვათ და ელოდება თქვენ როდის ვიიღებთ გადაწყვეტილებას. კაიგით, ან როდის დარჩებით მარტო დაუშვათ, ხო? მაგრამ აქ არის ერთმანეთთან ძალიან დიდი ძალა. გიზიდავთ ენერგია ერთმანეთის თქვენ, აი ძალიან რა. ნუ რაღაცა შანსიცაც შეიძლება ელოდებით. კი ბატონო, აქ იცით როგორ არის, ნახეთ, ამას უნდა თქვენთან გამოვიდეს კავშირზე, მაგრამ არ იცის თქვენ თუ გინდათ მასთან ურთიერთობა და თუ გიყვართ. ამიტომ ეს ადამიანი არ აკეთებს არაფერს. ანუ არ მოდის თქვენსკენ, არ ურთიერთობასაც არ ანახლებს, იმიტომ რომ არ იცის ეს ფიქრობს, რომ თქვენ დაასრულეთ ეს ურთიერთობა გოგოებო და ეხლა ძალიან მშვენივრად კარგად ხართ რა და სულ არ გჭირდებათ ეს ადამიანი, მაგრამ ეს არის ამისთვის აი ასეთი შავი ღამე და ასეთი შავი ფიქრები, ეს არის მაგისტრის საშინელი ფიქრები. ნუ მოდით ეხლა ჩვენ ნუ გავუსწრებთ მოვლენებს, მეკითხები როგორც გითხარით მაქვს და ამიტომ ჩვენ ეხლა უფრო კარგად დასდა უფრო ალაპარაკდა და ვნახოთ. შეიძლება აქ დაუშვათ პასუხისმგებლობა არ აიღო ამ ადამიანმა და მაგიტომ თქვენ ახლა ცოტა გაბრაზებულები ხართ. ნახოთ. მაგრამ რო გითხრათ, რომ აი აქ თქვენ ახლა რამეს ნერვიულობთ, არავითარ შემთხვევაში ვერ ვეთქვი. ნახოთ ახლა ჩვენ კითხვები. რა ფარული ემოციები აქვს მას პირველი კითხვა დაუსვათ, რომელსაც ეგ მალავს. ფარული ემოციები. რისი აღიარების ეშინია? აი თქვა თავისი გრძნობების აღიარება, რისი ეშინია ეს ვნახოთ. რაში მისი გრძნობა თქვენს მიმართ უფრო არის მძლავრი, ვიდრე, ნუ ძლიერი, ვიდრე აჩვენებს. აი ესეც ვკითხოთ. რა წინააღმდეგობები აქვს მაგას გულში, ესეც ვნახოთ. და რაზე დუმს, როცა საქმე ეხება შენს მიმართ სიყვარულზე. და კიდევ ვნახოთ, რას გრძნობს, მაგრამ ვერ გამოხატავს სიტყვებით. აი ასე. ნუ აი ნახეთ. ზიხარ თქვენ, ახლა თქვენ უეჭველი არა გაქვთ, აი აქ არა გაქვთ თქვენ არანაირი ეხლა მიმოწერა. შეიძლება ხო გეუბნებით თქვენ აქ უფრო კიდე რა არის, რაც ვეთყოდე, რომ გოგო, რომელიც თქვენ შეიძლება ბლოგერიც იყოთ დაუშვათ, ხო, ან სურათების დადება გიყვართ რა, მაგით აღიზიანებთ. შეიძლება ამ თქვენს პარტნიორს, იმიტომ რომ სამყარო ამას გვაჩვენებს და ნახოთ. მოდით ახლა, აი აქ მაჩვენებენ შეხედეთ. თქვენთვის ის თავისთვის. და აქ იცით რას ვეთყოდი, კიდე გოგო შეიძლება აქ ვითარდება ძალიან და უფრო შეძლებული ხართ, ვიდრე თქვენი პარტნიორი, იმიტომ რომ ბიჭი ნახეთ აკაფიციანტი არის და გოგო ახეთ როგორი თითქმარი გოგოზის. და თქვენც არ აჩვენებთ არანაირად, მაგრამ გრძნობა გაქვთ. ნერვიულობთ შეიძლება. აქაც თასების დედოფალი, აქაც თასების დედოფალი, просто უბრალოდ მან არაში ცოტა მგრძნობი არის ესეთ თასების დედოფალი, ცოტა სხვანაირი. კარგით, ვნახოთ ახლა ჩვენ პირველი, ანუ რა ფარული ემოციები აქვს. ეხლა ნახეთ რა ფარული ემოციები აქვს მაგას თქვენს მიმართ. პრინციპში, ნუ ზოგი მან არა იცით რა, ზოგი შემიძლია გაჩვენოთ, ზოგი არა. ისეთი არკანები არის, რაც ხოთშეს მან არას კურსიც მაქვს, რო იცოდეთ. თქვენ ისაც გინდათ, აი ღრმად იცოდეთ თქვენი სიტუაციები, თუნდაც თქვენთვის თქვენი მეგობრების, თუნდაც სამუშაო, თუ ფსიქოლოგი ხართ, ხო ვაფშე საერთოდ ზამაგარია. მან არა. ანუ ესე იგი ნახეთ, ფარული ემოციები რა. ეს ადამიანი მალავს იმას, ანუ ემოცია რა, даже რას ვეთყოდი ეხლა. აქ გოგო უფრო, ნუ სხვაობა საკში აქ უეჭველი, ეს არკანი ყოველთვის აჩვენებს იმას, რომ თქვენს შორის არის დიდი სხვაობა. თან შეიძლება ზოგი მაგას გაიქცა, იმიტომ რომ აქ კიდე ამ არკანში გვაჩვენებენ, რომ გოგო არის უფრო აი როგორც გითხარით, აქაც
დასწამ ხო გვაჩვენა, ფინანსურათაც უფრო ძლიერია, პლუს კიდე უფრო სხვა ფასეულობები აქვს ამ გოგოს, პლუს კიდე ანუ სხვადასხვანაირები ხართ. გაიგეთ, ბევრ რაღაცაში შეიძლება თქვენ ვერც რიგდეთ. გოგო შეიძლება უფრო მეც ცხოვრებაში უკვე მიაღწია და ეს ვერ გერევათ, ასე რომ ვთქვათ, ვერ გეწევათ. აი ეს ემოცია აქვს მაგას რა და ამიტომ კიდე შეიძლება საჯარო გაშლა არის და შეიძლება თქვენ დაუშვათ რაღაცას ანუ უფრო მეც ემსახურებით ვიდრე თქვათ მას შეუძლია რომ თქვენ მოგცეთ. აი ეს ემოცია შეიძლება მაგას ნუ თქვათ კლავს. ან შეიძლება თქვენ უთხარით რამე პრეტენზია რომ თქვათ ახლა მე მინდა უფრო სხვა დონის ურთიერთობა, მე მინდა უფრო სხვანაირად რომ ჩვენი ურთიერთობა წავიდეს ვიდრე ეხლა არის და ამიტომ ამას ეთყობა ანუ ეხლა ნახეთ რამხელა გოგო და პატარა და ბიჭი არის და ანუ ვერა აი ეს ემოციურად და ამისთვის ეთყობა არის ეგეთი ტიპაჟი რომ პრობლემების გადასაწყვეტის მაგივრად მაგას ურჩევნია რომ გაიქცეს და პრობლემას გაიქცა რა იმიტომ რომ შეიძლება თქვენ დაუშვათ უთხარით რამე ამ პრეტენზია ან უთხარით რომ მაგაზე უფრო მეტი მინდა ვიდრე თქვათ ეხლა არის ჩვენ შორის უფრო სხვა და მაგან ძალიან კარგად იცის რომ თქვენ ხართ ისეთი ადამიანი იმიტომ რომ ამ საერთოდ ცხრიანი მიწით ეხლა რა თქმა უნდა ხალი ძვირფასი არის ხო აქ თავისი თქვათ ანუ პატივისცემა კი მაგრამ მე ვერ მივცემ მაგას იმას რაც ემსახურებს რა გაიგეთ აი ეგეთ რაღაცა რაც ემსახურებს ვნახოთ ეხლა რა რისი ეშინია მაგას რომ თქვათ რო აღიაროს თავის გრძნობაში რისი აჰა ძალიან გამარჯობათ ნახეთ მე ახლა ამას დავაზუსტებ რა აქ ნახეთ როგორი მომენტი ჩვენ ვიცით რომ კოშკი საერთოდ მანარაში სხვანაირი თემა არის რა პრინციპში რისი ეშინია მაგას რომ აღიაროს თავის გრძნობებში იმას რომ ანუ ეს არის ძალიან მყარი გრძნობა ეს არის საერთოდ სარკანი აჩვენებს რას ვინც რა არ უნდა თქვას მე მაინც მიყვარს მე მაინც მასთან ვიქნები აი აქ თუნდაც ახლა სხვაობა საკში ხო არის მაგრამ ყველაფრის მიუხედავად მაინც ეს არის მყარი სიმყარე რა ანუ რომ აი არაფერი არ ემოქმედებს თქვათ ჩემს გრძნობაზე რა შეიძლება ამისი შიში აქ დაუშვათ აი მოდით ვკითხოთ მაშინ რატო აქ ეს შიში იმიტომ რომ ეს როგორ შემთხვევაში შეიძლება იყოს რომ დაუშვათ ну აი ხო რო გითხარით აქ სხვაობა მაჩვენეთ თქვენი რაღაც აქ შეიძლება სხვაობა იყოს ну ხო იცით ახლა მაინც საჯარო გაშლას ყოველას ასაკი ხო არა შეიძლება რელიგია შეიძლება თქვათ ახლა თქვათ მენტალიტეტი და რაღაცა მაგრამ და აქ არის ეს მომენტი რომ ზუსტად აი ეს კითხვა ისეთი რომ რა რისი აღიარება ეშინია მას გრძნობებში რისი აღიარება ეშინია სიმყარის უფრო გაიგეთ რომ აი აბა კიდე რა გულისხმობს რისი აღიარეს უმაღალი არკანებით მელაპარაკება იცით რისი აღიარება უბრალოდ რა არის იცით რისი აღიარება აქ ნახეთ რა არის ყველაფრის მიუხედავად კი ბრაზდება თქვენზე ძალიან მაგრამ არ გაჩვენებს ეგა თქვენ არანაირ სიბრაზეს აქ როგორი მომენტი აქ უფრო რისი აღიარება ეშინია გრძნობაში მაგას ეშინია ძალიან რომ ეს რაღაცა მოხდება და დასრულდება ეს ურთიერთობა მაგრამ ამავე დროს აი თითქოს როგორ არის აი ეს მე-13 არკანი მანარაში აი სიკვდილს ეთამაშება ადამიანი რა ანუ როცა აი ნახეთ მაჩვენა რა რომ ეს ისეთი სიყვარული როცა ერთხელ რო შეგიყვარდება და მთელი ცხოვრება რო გიყვარს რა ეს კარმული თემა არის რა აქ რაღაცა ისეთი სიტუაცია მაგრამ ნახეთ მაგას იმდენად თვითონ არის ესეთი ტიპაჟი ძალიან შეიძლება ესეთი ამაყი და იმიტომ რომ მზის არკანი მანარაში უფრო აჩვენებს ეგოისტურ ენერგიას რა ეგოისტი რა ტიპია რა და უფრო ჩემსა და მაგრამ აი ხო სიკვდილის ეთამაშება შეიძლება თქვათ ახლა ნუ არ გამოჩნდა რაღაცა ხო გვაჩვენეს აქ რაღაც მაგრამ
მაინც აი პირველი არ მოდის კონტაქტზე, გაიგეთ რა ხდება? არ მოდის კონტაქტზე და ვერ ხდება თქვენზეც ბრაზდება, ნახეთ რამდენზე ბრაზდება, რომ აი შენ რაღაც ჩუმად რატო ხარ სიტყვაზე. კაი, მე დაუშვათ, ეხლა ვარ ესეთი რა, მაგრამ აი შენ რატო ხარ ჩუმად? აი სიკვდილს ეთამაშება. შეიძლება, ნუ აქ ძალიან ის არის ეგოა ჩართული ძალიან მაგარი რა. ეგო არის ძალიან ჩართული. კაი, ვნახოთ ახლა ჩვენ რაში არის მისი გრძნობა უფრო ძლიერი და რასაც არ გაჩვენებს, ვიდრე აჩვენებს. ნუ აქ იცით როგორ არის ვიდრე აჩვენებს. ახლა პრინციპში აქ ახლა შემიძლია თქვა რის შაში უფრო ძლიერია. იცით რა, ძალიან კარგად გრძნობს თავს ეგ თქვენს გვერდით. აი შემიძლია გითხრათ. არის თითქოს შეიძლება თქვენ არ ზღუდავთ ამ ადამიანს დავუშვოთ, ხო? ანუ შეიძლება ვიდრე აჩვენებს. ცოტათ ახლა ესეთი კითხვებიც მაგრამ ისეთი არკანები ამოდის დღეს, რომ ეს უკვე ღრმა გაშლა გამოდის რა. ძალიან. ისე არ გამოგდის, რომ ადვილად წავიკითხოთ, ხო? იმიტომ რომ რაღაცა მომენტებია საჭირო. რაში? უფრო ძლიერია. აი ხო გეუბნებით, თითქოს რაღაცას აი უფრო სწორი ვარ. არ ზღუდავთ, ხო? აი არ ზღუდავთ თქვენ მაგას, იცით? არა გაქვს, აი თქვენს მიმართ არ მიდის არანაირი შეზღუდვა. აი უფრო თავისუფლებას აძლევთ, რაც უნდა გააკეთოს, თქვათ, ხო? და პლუს კიდე თქვენ არ ახართ ეჭვიანი. ვაფშე არ ახართ ეჭვიანი. და ამიტომ არის როგორი მომენტი, იცით? შეიძლება ამიტომაც ნახეთ, როცა გოგო არის ეჭვიანი და ყველაფერს რო გაეკიდება ხოლმე, აი ვინ დაგერეკა, ვინ მოგწერა, სად მიდიხარ, აი ეგეთი რაღაც სისულელებს რო რთავენ გოგოები, ხო? მაშინ უკვე აი ერთი პატარა ის გამახსენდა ახლა ერთი მეგობარი იყო და თქვა იმ ბიჭმა რომ ხა შენ აი საერთოდ არ ვღალატებო ცოლსო, საერთოდ არ ვღალატებო, მაგრამ აი მომკლა თავისი ეჭვიანები და ავდეგე და უღალატებ რა მექნაო რა, იმდენად აი ამომიყვანა ყელშიო რა. აი ეგეთი თემა არის და როცა აქ არის როგორი მომენტი, თითქოს აი ღალატის ინტერესს აქ არ გინებთ. ამას იმიტომ რომ არ ეჭვიანობთ, თქვენ არ ეჭვიანობთ და ამით დაჟე თუნდაც სხვაობაც რო იყოს აი აქ თქვენ შორის, ხო? თქვენ არ ეჭვიანობთ და ეს იმას აგიჟებს, რასე რო ვთქვათ რა, მართლა, იმიტომ რომ ნუ აქ ვერ ვხედავ მე ამას რა, რაც გინდა ის გიქნიო რა, მე იმას კი არ ვიძახე რომ ხა თუ წავედე და გიღალატეთ თქვენ ახლა იტყვის რომ კი კაი ბიჭი ხარ უბრალოდ, ანუ არ აჩვენებთ ამას თქვენ, აი დაუშვთ ამ ეჭვიანობას, მოდით ასე რო ვთქვათ რა. ვნახოთ ახლა როგორი წინააღმდეგობები აქვს მის გულში ახლა. აი ზუსტად ეს არის, რომ თან ნახეთ ახლა თავისუფლებაც უნდა რა წინააღმდეგობები. პრინციპში ახლა როგით რა წინააღმდეგობები შეიძლება გქონდეს აქ? კი ბატონო. ანუ როგორ არის ის თან ახლა უნდა რომ იყო თავისუფალი ვარ, ხო? აი გამთავისუფლდი რა. ნუ რაღაცისგან მაინც თან ჩვენ გვაჩვენეს რომ არჩევანის წინ დგას. აქაც იგივე თემა არის, რომ თან რა არის, იცით, ახლა ეგოისტი ხო გითხარით ამას, აქ ძალიან დიდი ეგო. და ეს ადამიანი ზის და ელოდება, მე თავისუფალი ვარ, მე გამთავისუფლდი, მე იმის მიუხედავად რომ თქვენ არ ზღუდავდით და ამას ნუ აჩვენებს, მაგრამ მაინც ელოდება თქვენგან, ანუ თქვენ რო დაუშვოთ, აი აქ გამოჩდი, მე რაშო აჰა შენ უნდა გამოჩდი, მიხვდი? აი ასე ითხოვს ეგა და აი მაშინ ვიქნები ძალიან კარგად და ბედნიერად. მიხვდით? თან თავისუფალი ვარ, თან მინდა რომ გამოჩდეს და თვითონ პირველი ნაბიჯი გააკეთოს რა. აი ესეთ პარტნიორი ყავთ რა. ვნახოთ ახლა ჩვენ მაშინ რაზე დუმს. როცა საქმე შენთან სიყვარულს ეხება. რაზე დუმს? გითვალთვალებს. გოგოებო, ეს ბიჭი არის თვითონ ჩუმი ეჭვიანი.
აი არსებობენ ეგეთი ადამიანები, რომ თვითონ არ გაჩვენებს იმას. აქ ნახეთ, თქვენ არ ეჭვიანობთ, მაგრამ ის ჩუმჩუმად ეჭვიანობს თქვენზე. მაგრამ აქ როგორი ეჭვიანება? აქ არ არის ესეთი, რომ აი დაუშვათ აგრესიული ეჭვიანობა. არა, არანაირად, არავითარ შემთხვევაში აქ არ არის. და პლუს კიდე შეიძლება ეს ადამიანი იმასაც აფასებს და იცის, რომ თქვენ არ უღალატებთ, მიხვდით? ანუ არა მაქვს არაფერი საფუძველი საიმისო, რომ თქვათ, ეხლა მე ვინერვიულო, რომ ის მიღალატებს და არა იმიტომ, რომ თქვათ, ეხლა და რატო ვფიქრობ, მოიცადე? აი ყურუმი, აი ვიცოდე, ეხლა მეთქი ყურუმი თუ გამოვიდა, გავგიჟდები. უბრალოდ ის არის, რა ქვია, ვერ ამოგიცნობ თქვენ, გაიგეთ, ვერ ხვდება ეს ვინ არის ეს ხალი საერთოდ რა. იმიტომ რომ თქვენ თვითონ ტიპი ხართ, აი ძალიან ამოუცნობი რა და ამიტომ ეს ვერ ხვდება. რანაირად მოგადგეს, საიდან რა. იმიტომ რომ თქვენ არ ეჭვიანობთ, არ აჩვენებს თუნდაც მაგას თავი თქვენ ეჭვიანობას, თვითონ ეჭვიანობს, მაგრამ ისეც არ გაჩვენებს თქვენ ახლა თქვათ ნამდვილად რომ ისე და ამიტომ ვერ დაგიჭირდა აი ამით იზიდავ თქვენ მიხვდეთ რომ აი ვეღარ გაიგო რა ანუ ვაფშე საერთოდ ყველაზე მაგარი ქალი მე ჩემი თვალსაზრისით არის ყურუმი იმიტომ რომ თუ ქალი უკვე არის როგორც წიგნი წაკითხული კაცისთვის არასოდეს არ არის ეს ქალი საინტერესო როცა უკვე იცის რას გააკეთებს როგორი მოქმედებს რას ეზავს რანაირად ეზავს აი როცა ქალი ცოტა ასე ამოუცნობი არის აი ზუსტად ეს ყურუმის ენერგია რა უფრო იზიდავს, იმიტომ რომ საინტერესო ხარ, გემრიელი ენერგია გაქვს, ხო ხდებით? აი ვიცოდე რომ მეთქი ეხლა თუ ამოვიღე ეხლა ყურუმი 100%-იანი ინფორმაცია მოდის სუფთა, ხო? და ამიტომ აკაც არის რომ ეს ყველაფერს აი ჩუმჩუმად გითვალთვალებს რა, იმიტომ რომ ანუ სად არის რასაკეთებს ეხლა, ხო ხდებით რა? რა ისა და ნახეთ როგორ ბრაზდება, შეხედეთ, აი გაბრაზებული კი არა აქ ნერვმოშლილი არის იმ თქვენს გამო. თქვენს გამო, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ შეიძლება, იმიტომ რომ არ იცის თქვენზე არაფერი, იმიტომ რომ შეიძლება ნახეთ, ანუ დაუშვათ სურათები დაადეთ თქვენ სიტყვაზე, ხო, სადღაც აი გვაჩვენებენ, ისე სადღაც ლამაზად ხართ, კარგად ხართ, თავს უვლით, შეიძლება უფრო კარგადაც გამოიყურებით, ვიდრე გამოიყურებოდით, იმიტომ რომ თქვენ აქ რაღაცა თქვენთვის ხართ რა, აი სრული ჰარმონია თქვენს თავთან, მაგრამ და ეს ახლა ვერ ხვდება რა ხდება. მე აქ ვაფშე ვინა ვარ, მე აქ მზე და მთვარე აგერ ვარ და რაუბედურება ეხლა რომ ეს ქალი რანაირად როგორ ბედავს, რომ არანაირად არ ჩდება. რას ქვია, ხო ხდებით? აი ესეთი თემა არის დღეს. და ბოლო კითხვა ჩვენ დარჩა, რას გრძნობს ის, მაგრამ არ არის მზად რომ გამოხატოს სიტყვებით. აი ის რომ მერყეობს, ზუსტად რა, რომ ანუ ვერ ამბობს, რომ თან უნდა თქვენთან, თან ვერ ბედავს. მიხვდით? აი აკაც ხო არის, აი, რო არის. არჩევანის წინ დგას ეს ჩვენი ხმალების მეფე. არჩევანის წინ და ვერ ბედავს, რომ გამოჩნდეს და აი ეს არის ზუსტად გრძნობს, რომ ანუ ვერ არავარ მზად რომ გითხრა შენ რომ მე მინდა შენთან. იმიტომ რომ აქ ადამიანი თქვენ ყავთ, როგორ იცით, რომ აი ეს როგორი კარტი არის, იცით, აი აგზომიერება არის როგორი მომენტი, როცა ქალი აი თან გადაყოლილი, როცა კაცი გრძნობს თავს გადასარევად, ყველაფერი მისთვის, აი როგორ დედა უვლის შვილს რა, რო იტყვიან რა, ეს მზრუნველი დედა. და აქ არის აი ძალიან კარგად, ძალიან მშვენივრად არის თქვენთან, მაგრამ ვერა, ნუ გითვალთვალებს ყველა ვარიანტში. ეს ადამიანი, კი. ნუ, პრინციპში რა ვიცი, მოდით ახლა თქვენ აქ რჩევა რა, მაგრამ ნუ მაინც ავიღოთ რჩევა, ისედაც ყველაფერი გაიგეთ თქვენ. თქვენთვის რჩევა ტაროსგან, რა უნდა გააკეთოთ თქვენ ამ სიტუაციაში. იცით რა მინდოდა, ჯერ მოდით იცით როგორ ვკითხოთ მისი აი ეს ავიღებ ახლა და ახლა დარწმუნებული ვარ, გაინტერესებთ ახლა ამ შემთხვევაში, რომ თუ როდესმე რაღაცას ასიზავს, ხო მის ქმედება ვნახოთ ახლა. გრძნობა დაინახეთ თქვენ, აღარ იმას ვიზავ. ნუ აქ კიდე ნახეთ, აქ გრძნობა არის, კი ბატონო. მაგრამ ვნახოთ ახლა ჩვენ თუ რამე ქმედება ექნება პერიოდი თქვენთან თუ გინდა ჩაიფიქრეთ, მაქსიმუმ ავიღოთ მოკლე ახლა ამ თვის ბოლომდე, ნუ ვიღაც
თუ მეტი გინდა თუ თქვა იცით რომ ვერ იმოქმედებს ეგათ ის ბოლომდე 3 თვემდე მაინც აიღეთ ხო ჩვენ ავიღოთ ახლა ამ თვის ბოლომდე რას იმოქმედებ თუ არა ისევში სხვადასხვა მინდოდა მაგრამ ნახოთ აბა და გოგოებო ეს ბიჭი გეუბნებით 1,000,000%-ს ეხლა პასა ვერ გაჩვენებთ ეხლა 1,000,000% შემიძლია გითხრა ეს ადამიანი ელოდება თქვენგან რამეს ეს არაფერს არ გააკეთებს თქვენ თუ დაუშვათ ერთადერთი შემიძლია გითხრათ აი ეს არის ძალიან პატარა პროცენტი რომ შეიძლება ან დაგილაიკოს რამე სურათი ან რამე თქვათ აი რო იცენ ხოლმე ეს რა ქვია რუსულად არის პრივიეტ რა ან ხაი ან რაღაც რა ვიცი ეგეთი ან რაშვები ან რაღაცა ეგეთი მაგრამ აქ ადამიანი ელოდება თქვენგან აი ამასაც გაჩვენებთ ახლა თქვენგან ელოდება აი მეორე არ თქვენგან ელოდება ეგ რამე ქმედებას იმიტომ რომ თვითონ ვერა რატომ იმიტომ რომ არ იცის მან თქვენ გჭირდება თუ არა ეს ადამიანი მიხვდეთ და შენ გჭირდება ეს გოგო კიო ამას აქ თქვენ ხარ ძალიან ერთმანეთთან დაკავშირებული მენტალურად ნახეთ აქ არის როგორი ჯაჭვი და აქ არის ანუ ეს სარკანი ყოველთვის ნუ ჩემ შემთხვევაში მაგალითად მე როცა ვშლი მაჩვენებს ყოველთვის როცა ადამიანები არიან იმდენად მენტალურად მიჯაჭვულები აი ჯაჭვი რამხელა არის როცა ერთმანეთს თქვენ გრძნობთ თუნდაც იმაზე რა ქვია მანძილზე რა მანძილზე და აქ ახლა ახლა ვერ გაჩვენებთ აქ არის კვერთხების დედოფალი ნახეთ ახლა როგორი ვნებიანი ხალი არის უბრალოდ ვერ გაჩვენებთ ახლა ხო მაგრამ აი კიდე ეს სხვაობა რა სხვაობა ნუ მოდით ეს რჩება თქვენ თქვენ რა უნდა ქნათ აი ასე ვკითხოთ თქვენ ვაფშე რამე აი გელოდებათ მოდით ვკითხოთ ტაროს თქვენ უნდა იმოქმედოთ თუმცა მე ვიცი პასუხი მაგრამ აი ეს ვკითხოთ თვითონ გამოვიდეს ამ თავისი ენერგიიდან. 18 ენერგია თუ ვინმეს ყავთ პარტნიორი, მოკითხვა. გოგოს ტარო ეუბნება. თვითონ გამოვიდეს ამ თავისი ბლოკებიდან. თქვენ არაფერი არ უნდა გააკეთოთ. აბსოლუტურად ჩემო ლამაზებო. არა. თქვენ შეინარჩუნეთ სტაბილურობა, მიხედეთ თქვენს თავს, დაისვენეთ, თქვენი საქმეები დაკავდეთ, ბედნიერად, კარგად, მშვენივრად. კი ბატონო, თქვენი თავი შეიყვარეთ და არაფერი არ გააკეთოთ. აბსოლუტურად არაფერი მიხედეთ თქვენს თავს, მაგით თვითონ გავიდეთ. ეს არის მაგისი კარმული თემები და გაიაროს თვითონ. აქ რჩევა არის, რომ არაფერი. მე პროსტა ერთი ეს კიდე მინდა გავიგო ეს მეფე ჩვენთან აქ ვინ არის? ჩვენ ახლა ეს ვაფშე ვინ ახარ შენ აქ თქვენ შორის რო აქ არის თქვენი პარტნიორი არის თუ სხვა შეიძლება ვინმესთან იყოს. უიმედეთ, აქაც მზე გოგო აქ ვიღაცასთან ახალი პარტნიორი შეიძლება შემოვიდეს და ნახეთ რა მალე. ნუ ვიღაცასთან თქვენი ეგოისტი ბიჭი მოვა, მაგრამ ჯერჯერობით ვერა. არა, აქ იცით როგორ არის, არა. ნუ მეგითხარით, პრინციპში რაღა გავიმეორო, ტარო გვეუბნება, რომ არა, თვითონ იმოქმედოს ეს ახლა მისი გაკვეთილი და ამიტომ ეს გაკვეთილი თვითონ უნდა გაიაროს, იმიტომ რომ თქვენ ისედაც მშვენივრად, კარგად ხართ, კაი ენერგიებში ხართ, თუ ვინმესთვის არის თქვათ აქტუალური, კიდევაც ახალი მშვენიერი კაი პარტნიორი მოვა, რომელიც თქვენ ახალ ბედნიერებას მოგიტანთ, რასაც მე თქვენ გისურვებთ.